14 აპრილი დედაენის დღეა. ზუსტად 48 წლის წინ საქართველოს მშობლიური ენის დასაცავად გაერთიანდა. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმს, რომელსაც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობა ჰქონდა, უკან დაახევინა. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მარიამ ბუღაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ისტორიული და უპრეცედენტო გამარჯვებიდან 48 წელი გავიდა. ზუსტად 48 წლის უკან ქართულმა ხალხმა მტკიცედ უთხრა არა საბჭოთა სისტემის ნებას, რომ ქართული ენა რუსულით ჩანაცვლებულიყო. მაშინ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა ერმა დაიცვა იდენტობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტი, ქართული ენა, რომელიც წარსული ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია. დღეს ბევრჯერ ითქვა, რომ საფრთხე არსად გამქრალა, ამიტომ ისტორიულ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება და რაც თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. საიშროება იყო. საბჭოთა სახელმწიფო უკან დამხევი არაფერზე არ იყო, მაგრამ ყველას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ენა არის ერის სული. და აი ასე, ამ სულისკვეთებით 48 წლის წინ საბჭოთა შიშს ეროვნულმა იდეამ და ერთიანობამ სძლია. 1978 წელს, მას შემდეგ რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა, გაირკვა, რომ კომუნისტურ პარტიას ჰქონდა სურვილი ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი დაეკარგა და ის რუსული ენით ჩანაცვლებულიყო. მასშტაბური პროტესტი 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. იმ დღეს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული 10,000-ობით ადამიანი რუსთაველზე გამოვიდა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ასე დაიწერა ისტორია, რომელმაც საბოლოოდ არამხოლოდ ქართული ენა, არამედ ქვეყნის მომავალიც გადაარჩინა. იმდენად გულწრფელად იყო გამოხატული ეს, ასე ვთქვათ, ქვეყნის სიყვარული, რომ ეს, რა თქმა უნდა, იგრძნეს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დაპირისპირებისკენ გადახრილი მოძრაობა. ღმერთისგან მომავალი მუსიკა. ასე აღწერდა ილია მეორემ მშობლიურ ენას. დღეს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ თქვა, რომ ქართული ენა არის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ერის ერთიანობას უწყობს ხელს. ქართული ენის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა. ამიტომ გვართებს ძვირფასო ძმებო და დებო, განსაკუთრებით ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. ქვეყნის სუვერენიტეტის ფუნდამენტი, რომელიც 48 წლის წინ ქართველმა ერმა ერთიანობით შეინარჩუნა, ახლად საჭიროებს დაცვას და გაფრთხილებას. მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ იზრუნებს და გაუფრთხილდება ქვეყნის ეროვნულ საგანძურს. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. მამული ენა სარწმუნოება. ესაა საფუძველი, რომელზეც დგას ერის ისტორია, აწმყო და მომავალი. პირველი კანონმდებლისთვის მისი დაცვა არა არჩევანი, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეს არის სამი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ყოფა. თუ ერთი სვეტი დაიღვა, დანარჩენიც იწყებს რყევას. 14 აპრილსაც ქართულმა ხალხმა მტკიცედ უთხრა არა გარეთ ძალის თავსმოხეულ ნებას. ეს იყო მკაფიო გზავნილი. ქართულმა შეიძლება ბევრი სიძნელე აიტანოს, მაგრამ საკუთარ იდენტობაზე ხელისუფლებას ის არასდროს შეეღვება. ღონისძიებაზე, რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა, მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში, რომლის მიზანიც ქართული ენის გაფრთხილება და განვითარება იყო. სახელმწიფო ენის გასაძლიერებლად გამოსწორებულია ის ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკაც, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში დამკვიდრდა და რომლის შედეგადაც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება შეწყდა. 211 სკოლაში, 60 ბაღში, 11 სასწავლო ცენტრში 1000-ობით სპეციალისტი ყოველდღე იცავს ქართულ ენას. ყოველწლიურად 30,000-მდე ადამიანი ეუფლება მას. სახელმწიფო ენის პოპულარიზება და მისი დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და სწორედ ამ მიზნით საქართველოში მოქმედ ყველა არაქართულენოვან სკოლასა და საბავშვო ბაღში
ბილინგური სწავლებაა შეტანილი. სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტებში სავალდებულო გახდა ქართული ენის სწავლება. სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას უმასპინძლა განათლების სამინისტრომ, სადაც თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს. ითქვა, რომ გლობალიზაციისა და ციფრული განვითარების პირობებში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სახელმწიფო ენის დაცვას. ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად გაციფრულების ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, შესაბამისი ქართული ენის LLM მოდელების განვითარების ნაწილზე. სახელმწიფო მინისტრი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა. ისაუბრეს 4+1 პროგრამაზე, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს 1 წლის განმავლობაში ქართული ენის ცოდნა გაიღრმავონ და შემდეგ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძონ. Ქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების, მისი უფრო ფართო დამკვიდრების და განვითარების და სახელმწიფოებრივი სტატუსის გაძლიერების მნიშვნელობა. 1978 წელს მომხდარ მოვლენებს წლების შემდეგ ეს მონუმენტი მიეძღვნა. 14 აპრილი კი დედაენის დღედ 1990 წელს დაწესდა. 48 წლის წინ საქართველომ მსოფლიოს დაანახა და თქვა ის, რასაც დღემდე ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხი არასდროს იტყვის უარს ეროვნულ ღირებულებებზე.